გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 13 წიდან იწყება და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქორწინების საიდუმლოებაზე. მამა კახაბერ მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს მაყურებელს. ესეთი შეკითხვით მინდა დავიწყო თქვენთან პირდაპირ. ჭეშმარიტ სიყვარულს. დიახ. ჭირდება თუ არა ვინმეს წინაშე და მათ შორის ღმერთის წინაშე დამოწმება, გაფორმება, ასე ვთქვათ. უყვართ ადამიანებს ერთმანეთი და ყურებამდე არიან შეყვარებულები. რაში ჭირდება ამას ვთქვათ მოწმობა ან ჯვრის წერით ან ქორწინების სახში ამის გაფორმება? იცით რა, სამოქალაქო საკითხებზე ალბათ არ ვისაუბრებთ დღევანდელ დღეს და რატო ჭირდებათ ეს და რაც შეეხება იმას, რატო ჭირდება სადმე დამოწმება აი ამ სიყვარულს, მოდით ესე დავიწყოთ, რომ აი შეყვარებული ადამიანი რომელიც აი ნამდვილ სიყვარულს განიცდის, როგორც წარმოგიდგენიათ, ვისაც ეს გრძნობა განუცდია, დაიტევს ამას, რომ თვითონ ჩუმად იყოს და მარტო თვითონ უყვარდეს და ეს არ რას ლაპარაკობ, თელ ქვეყანას მოსდევს, თუ კი სადმე ვინმეს ტელეფონი უწერია, ყველასთან დარეკავს და ყველას შეატყობინებს ამ ამბავს, თუ როგორი ბედნიერია, თუ როგორ უყვარს და თუ როგორ უხარია ეს ყველაფერი. ასე რომ ეს დამოწმება, სწორედ ეს დამოწმებაა, სხვა მეტი კი არაფერი. აქედან გამომდინარე როდესაც ჭეშმარიტ სიყვარულზე ვლაპარაკობთ და მას ჭირდება თუ არა ეკლესიაში დამოწმება, თუ კი ადამიანი ეკლესიურია, რა თქმა უნდა, ამ სიხარულს ეკლესიასაც უზიარებს, ბუნებრივია. და აქ მხოლოდ ამაზეა ლაპარაკი, რომ როცა კურთხევას მიიღებს, მე იქაც ეკლესიაშიც როგორც მშობლებს დაალოცინებს თავს, თქვათ, იქ ეკლესიას დაალოცინებს თავს და ეს მისი სიხარული, როგორც აი ქორწილში მისული ადამიანი შეიძლება მგლოვიარე იყოს, თუ მგლოვიარე ეს ქორწილში არ წავა. და თუ ქორწილში ხარ, ამ საერთო სიხარულს განიცდის შენს და რომელი საერთო სიხარულზეა ლაპარაკი, რომ ორი ადამიანის აი ესეთი სიყვარული შეერთდა და რაღაც ეს ისეთი განცდა, რომ იქ არ ვიცი 100 კაცი ყავთ დაპატეჟებული თუ 800, ყველა ერთნაირად განიცდის აი ამ სიხარულს და ეს არის სწორედ ამ სიყვარულის დამოწმება, მეტი სხვა არაფერი. თუმცა კი ჩვენ რადგანაც ქორწინების საიდუმლოზე არის დღევანდელი ჩვენი გადაცემა სასურველი იქნება და მე ვფიქრობ რომ ჩვენ მაყურებელსაც ალბათ ისე უნდა შევახსენოთ რომ ჩვენი ცხოვრების წიგნი ბიბლიაა და აქედან ხელმძღვანელობთ ჩვენ და აქედან მოგყავს ხშირად მაგალითები, იმიტომ რომ ის ცხოვრების მაგალითი, რაც ჩვენ გვჭირდება, ან რაღაც ამოცანა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში დადგა, სწორედ აქედან უნდა მოხდეს მასზე პასუხების გაცემა, თუ რაიმე პასუხგაუცემელი გვაქვს. ამიტომ მოდით მოვყვეთ თავიდან ბიბლიაში როგორ არის ეს ამბავი. 60-ში მყოფმა ადამიანმა ყველანაირი პირობა რომ ქონდა შექმნილი, მოიწყინაო წერია. იმიტომ რომ მან თავისი ტოლი და სწორი ვერ ნახა. იმას, ვისაც აი წეღარაზეც საუბრობდით ჩვენ, ვისაც გაუზიარებდა რაღაცა თავის ამ სიხარულს, გულითაც სიხარულს, რომ ღმერთთან ურთიერთობა აქვს, რომ ეს ყველაფერი ქმნილება მას ემორჩილება, რომ ეს ყველაფერი მისთვის, მისი მეფობისთვის არის შექმნილი, აღმოჩნდა, რომ ღმერთი მასზე იმდენად დიდია, რომ აი ამ ყველაფერს აძლევს ესე იგი შემქმნელია მისი და აქ ყველაფერი დანარჩენი ყველაფერი მასზე იმდენად დაქვემდებარებულია მცენარეა თუ ცხოველი რომ აი რომელთან შეიძლება დაჯდეს და თავისი სიხარულის ამბავი მოყვეს. რა თქმა უნდა ამის გამო ღმერთმა მას შეუქმნა თანაშემწე. და ეს არანაირად არაკნინებს ქალის როლს, ვიღაცას გონიათ რომ რადგან ის მეორე არა ბატონო, ეს ასე არ არის. რადგან ეკნისგან შეიქმნა. დიახ, თანასწორნი არიან. ამ ნექს ეძებს მე მთელი ცხოვრება თავის მამაკაცი და ის ქალბატონიც თავის ადგილს ეძებს კიდე მამაკაცის ცხოვრებაში და ხანდახან ეს რო აირევა და დაირევა, იქ სხვა თავდება ხოლმე. ამიტომაც ჩვენ რაღაც თანმიმდევრულად მივყვეთ და გამოვიტანთ საერთო დასკვნას. და როგორც კი შეიქმნა ევა და ადამმა დაინახა ევა, პირველი სასიყვარულო ჰიმნი მაშინ დაიწერა. აი ჩვენ რო გვეუბნებიან რომ არსებობს თუ არა რაღაცა ბიბლიაში სასიყვარულო პოეზიის შესახებ, ნამდვილად ეს პოეზია პირდაპირ მნიშვნელობით რაც მან თქვა, ეს არის ძვალი ძვალთა ჩემთაგანი, ხორცი ხორცთა ჩემთაგანი, ამას ეწოდოს ცოლ. აი ესე იგი ადამი ამბობს ესეთ რამეს რომ ევაში ხედავს ვინმე სხვას კი არა, საკუთარ თავს ხედავს. ანუ როგორც პავლე მოციქული ამბობს მე ჯვრის წერის წინ წასაკითხე ეპისტოლეში ესე იკითხება სწორედ რა რომ ისე შეიყვაროს უნდა ქმარმა ცოლი როგორც საკუთარი თავი. აი ესეთი პირველი სასიყვარულო ჰიმნი რომელიც ადამმა წარმოთქვა
გახლავთ პირდაპირი დასტური იმისა, რომ ცოლი და ქმარი ერთნი უნდა იყვნენ და აი ამ ერთობას წინ უნდა უძღოდეს, რა თქმა უნდა, მათი ეს გაცნობა, მათი ეს შეხვედრა, შეხედვა ერთმანეთისა და დანახვა ერთმანეთისა და თუ ისინი ასე არ ხედავენ ერთმანეთს, მაშინ ნამდვილად რაღაცა სხვა გრძნობებთან შეიძლება გქონდეს საქმე, რომელიც ჩვენ სიყვარულში გვერევა. ეს გრძნობა შეიძლება ვნებით იყოს გამოწვეული, ეს გრძნობა შეიძლება რაღაცა დაინტერესებით იყოს გამოწვეული და ამ შემთხვევაში ან გამიგიაკიდეთ რომ რაღაცა ახლა ხო უნდა ასაკი აქვს უკვე და ახლა ხო უნდა მოიყვანოს და ხო უნდა გათხოვდეს და როგორ შეიძლება ან ასაკის მიხედვით განსაზღვროთ ეს ამბავი ან იმის მიხედვით განსაზღვროთ რომ ესე იგი მატერიალურ გათვლაზე იყოს საუბარი ან რაღაცა სხვა მსგავს თუ ადამიანმა ასე სულით არ შეიცნო მეორე ადამიანი თუ მან არ დაინახა და ესეთი სასიყვარულო ჰიმნი არ აღმოხდა ნამდვილად შეიძლება ხმამაღლა არ თქვას მაგრამ მის სულში თუ არ დაიბადა ეს რომ აი ეს არის ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი სხვაგვარად შეუძლებელი ეს მაშინ არის რაღაცა ხელოვნურად შექმნილი ორი ადამიანის ურთიერთობა, რომელსაც არ აქვს საძირკველი და დიდი შანსი არის, რომ უსაძირკვლოდ აშენებულ სახლს რა ემართება თქვენ კარგად მოგეხსენებათ. აი ახლა მივყვეთ შემდგომ თანმიმდევრობას, იქ აღარ ვამბობ იმაზე, რომ ეს სასიყვარულო ჰიმნი მაშინვე დაავიწყდა ადამიანს, როგორც კი ცოდვით დაეცა, რომ მე კი არა მან, იქამდე თუ ამბობდა, რომ ეს მე ვარო ევას შესახებ მე თქვა რომ მე არა მანო ხო იმაზე გადაიტანა ანუ უკვე სხვა გახდა ევა მისთვის ამიტომაც ცოდვა ამას იწევს ადამიანში მაგრამ სანამ ცოდვაზე ვისაუბრებდეთ თქვა და აქ რადგანაც ქორწინებაზე გვაქვს ჩვენ საუბარი კვლავ ამ თემას უნდა მივყვე რომ ორი ადამიანის ეს ერთმანეთის დანახვა და შეერთება ბუნებრივია დიდი სიხარულია დიდ გრძნობებს იწვევს ერთმანეთში და შესაბამისად ამ გრძნობების დამალვაც შეუძლებელი. ამიტომაც ისინი ამოწმებენ მორწმუნე ადამიანები ბუნებრივია ცდილობენ რომ ეკლესიაში დაამოწმონეს ამბავი, ვინც არ არის მორწმუნე თავიანთ სამეგობროში, საახლობლოში, როგორ დამალავს ამ ამბავს, რომ ესეთი შეყვარებულია და ესეთი ვინმე იპოვა, რომელიც მისი ნამდვილი მეორე ნახევარია თუ პირველი ნახევარია, როგორც ამბობენ ხოლმე. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ეს დამოწმება, რომლის შესახებაც თქვენ მეკითხებით, ძალიანაც რომ უნდოდეს ადამიანს ვერ შეძლებს ამის გარეშე. მორწმუნემ რომ ეს ღვთის წინაშე არ დაამოწმოს და ნუ ადამიანი რომელიც არა ეკლესიური ალბათ თავის გარემოში. აი თქვენ საუბრობთ ეხლა რომ სიყვარულის დამოწმება და ყველას უნდა რომ გააგებინოს შეყვარებული როცა ადამიანი ხო ჯვრის წერამდე ურთიერთობას ვთქვათ ქალსა და მამაკაც შორის ითვლება სოდვად და ვიცით ეს ხო ვინც მორწმუნე ადამიანები არიან იმათმა იციან აი ამ შემთხვევაში ჯვრის წერა ამისთვისაც აუცილებელია რომ ღმერთის წინაშე რაღაც სუფთა ოჯახი შეიქმნას მოგახსენებთ ისეთი მინდა გითხრათ რომ დღევანდელ დღეს ძალიან საჭიროა საკითხია ძალიან ხშირად დასმული შეკითხვაა და უნდა იცოდნენ ჩვენმა ახალგაზრდებმა რომ ეს ხურციელი თანაცხოვრება რომელიც შესახებაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ეს ბუნებრივია მოყვება ამას ბუნებრივია ამ სულიერ ლტოლვის შემდგომ ხურციელი ლტოლვაც ებადება ადამიანს მაგრამ იპირიქით არ უნდა დაიწყოს ეს ამბავი იმიტომ რომ ის ამის შედეგი იქნება მე აი როდესაც უკვე ერთმანეთს იპოვნიან და ნამდვილად სულიერად შეიცნობენ რომ ეს ძვალი ძვალთა ჩემთაგანია ნამდვილი ეს განცდა იქნება და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი და აი რაღაცა სული თითქოს ისეთ კავშირში შევა ერთი მეორესთან რომ თითქოს ეს ორნი კი აღარ არიან ერთი ამას გააცნობიერებენ ბუნებრივია ხორციელი ესე იგი ურთიერთობაც მოყვება ამ ყოველივეს მაგრამ არ არის სახარბიელო, როდესაც ამას დააჩქარებს ადამიანი რაღაცა ამ პროცესს, რომ რაღაცნაირად ეს მე მესმის რომ ახლა ცხელი სისხლი ჩხებს ახალგაზრდების ესე იგი ხო და შეყვარებული ერთია მე ახალგაზრდები არიან რაღაცა ბუნებრივია რაღაცა რა თქმა უნდა და ჭარბობს იქ ემოციები და რთული ამ ემოციებისგან თავის შეკავება მაგრამ ყველას ვურჩევ მაინც რომ არაჩქარდნენ ამისთვის იმიტომ რომ დაუდგებათ ამისი დრო და რომ დაუდგებათ ეს უფრო რაღაცნაირად ეს სულიერი ურთიერთობა რომ ისე დატკბება ხორციელი ურთიერთობაც მათთვის ისეთი ბუნებრივი იქნება რომ რაღაცნაირად გაუცხოება აღარ მოხდება აღარასდროს მათთვის რომ არც მოსაბეზრებელი აღარასდროს აღარ გახდება მათთვის ეს ამბავი იმიტომ რომ ძალიან ხშირად ოჯახები ამის გამო დაანგრეულა ჩვენ და სამწუხაროდ და საუბედუროდ შესაბამისად ეს უნდა მოყვეს ყველაფერი ნამდვილად ჯერ იმ დარწმუნებას რომ შენ იპოვე შენი სულის ადამიანი და ამის შემდგომ უკვე როდესაც ნამდვილად მიიღებ ლოცვა კურთხევას თუ ეხა ადამიანი მართლა
ურწმუნო არაეკლესიურია, შეიძლება ასე არ ფიქრობდეს და არ გვეთანხმებოდეს ამ ყოველდღიში, მაგრამ იმის პატივისცემა მაინც ხომ უნდა გამოიჩინოს, რომ მშობელი ხომ უნდა უყვარდეს. ეხლა ხარ თუ არა მორწმუნე, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მშობლის სიყვარული ხო შენი ადამიანური მოვალეობა. მშობელი ხო მაინც უნდა უყვარდეს. შესაბამისად, თუ თავისი მშობლები უყვარს, ამ თავისი სულის ნაყოფი, რომელიც იპოვა, ამისი მშობლებიც ხომ უნდა უყვარდეს და პატივი უნდა სცეს მათ ღირსებას. ამიტომაც უნდა კეთილი ინებოს და ჯერ მათგან ლოცვა კურთხევა მიიღოს. სულ ცოტა, აი რაღაცა პირველ ნაბიჯს ვამბობ იმისთვის, რომ მათთვის ეს ცოლქმრობა იყოს რაღაცა არასინდისის ქენჯნარო, სადღაცა ჩუმად გაიპარნენ და რაღაცა ჩუმად ისეთი რამე გააკეთეს, რომელზედაც ვაიმე შეიძლებოდა თუ არ შეიძლებოდა მე კითხვები გაჩნდეს. არამედ სულ ცოტა ის ნაბიჯი მაინც იყოს გადადგმული, რომ კურთხევა მაინც მაქვს მიღებული, რომ მე ოჯახი შემექმნა და აი ამ ჩემს სულიერ ურთიერთობას ამის შემდგომ ხორციელიც მოყვება. მოყვება ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ამისთვისაც უყვარდებათ ერთმანეთი და ამისთვისაც მერე ცხოვრობენ და ამისთვისაც ოჯახი იქმნება და შვილები ჩნდება და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. სულიერ ურთიერთობას მოყვება ეს ყველაფერი ჩამოთვლილი ბუნებრივია, ამიტომ გასაკვირი ამაში არაფერია, ჩვენ ადამიანები ვართ და ბუნებრივია ეს ლტოლვა აქვს მამაკაცს და პირიქით ქალს მამაკაცისადმი და მაგრამ ამას ყველაფერს ჭირდება რაღაცა გონივრული ნაბიჯებით სულიერ შემზადება. დიახ და გონივრულად რომ გადადგას ეს ნაბიჯები ადამიანმა, არა აჩქარებით, არა ემოციების ფონზე, არა რაღაც იმიტომ რომ შეყვარებული ვარ და არაფერი მეტი არ მაინტერესებს, არა, ამას ჭირდება რომ რაღაცნაირად უფრო ცოტა ცივი გონებით იმოქმედოს ამ შემთხვევაში და არა ცხელი გულით. გულზე რთულია ხოლმე გონებით მოქმედება. აი თქვენ საუბრობდით ახლა ჯვრის წერის თემაზე და აი მაინც აი რო განვმარტოთ, რას ნიშნავს ჯვრის წერის საიდუმლოება, რა ხდება ამ დროს და როგორ ერთდება ორი ადამიანის ბედი ეკლესიის წიაღში. კიდევ ერთი რჩევა მინდა მივცე ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯვრის წერას აპირებს. უპირველეს ყოვლისა უნდა გითხრათ, რომ თუ ეკლესიური ადამიანი არ არის და არ რაღაცა მოძღვარი არ ყავს, აი რაში სჭირდება მაშინ საერთოდ ჯვრის წერა? თუ ადამიანი ფიქრობს იმას, რომ ეხა ესე იგი გარდაცვალების შემდგომ იმას მოკითხავენ, ჯვარი რატო არ ქონდა დაწერილიო, ამას მოკითხავენ ისეთ ადამიანს ეკლესიაში თუ დადიოდა, აღსარებას ამბობდა, ეზიარებოდა, მაგრამ თუ ამას არ აკეთებდა, ჯვრის წერა კი ვერ უშველის. ჯერ უნდა პირველი ნაბიჯებით დაიწყოს. ამიტომ ამ ლოგიკით ახლა ჯვარს დავიდა, მისთვის გახდება ეს რაღაცა ცერემონიალი. გახდება ქორწილის შემადგენელი ნაწილი, რომ ლამაზ კაბაში, ესე იგი, კარგი ფოტოები დარჩეს გვირგვინის ქვეშ, ან ქალბატონს და ან ლამაზ პიჯაკში გამოწყობილ ახალგაზრდა ყმაწვილს. იქნება მათთვის ეს რაღაცა ცერემონიალის ნაწილი, არამედ ნამდვილად სულიერი თვალით უნდა შეხედოს და რომ შეხედოს ამისთვის პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მოძღვარი ყავდეს. ეს პირველი რჩევა. მეორე რჩევა ის არის, რომ ქორწილის საზრუნავით შეპყრობილ სიძე პატარძალს ძალიან ხშირად ჯვრის წერაზეც კი უჭირთ, რომ მოისმინონ რა ლოცვებს კითხულობს მღვდელი. და ამიტომ ის ჩართული რომ რაღაცა თაიგულს ბაბთა სწორად უკეთია თუ არა, ამაზეც ქერით შეიძლება გამოგრჩეს ფოტოში როგორ გამოჩნდები. ამიტომ შეიძლება გამორჩეს ის თავარი ნაწილი, რაღაცა რომელიც საოცარი ლოცვები იკითხება, საოცარი დალოცვებია. ჯვრის წერიდან აი ეს ლოცვები არ მახსოვს. ისეთი ეიფორიაში ვიყავი და აი ამიტომ მინდა ვურჩიო ყველას რომ დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, ისე დადგნენ და აი ამ ლოცვას გულდასმით მოусმინონ მოძღვარი რომელ ლოცვასაც უკითხავთ მათ იქ 60 კილოს სახარებას, თუმცა კი 60 კილო ყველას აშინებს მინდა გითხრათ და ამაზე ორი სიტყვით აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ჯვრის წერის საიდუმლოზე, როდესაც თანხმდებოდით ჩვენ რომ ერთი გადაცემა უნდა ჩაგვეწერა, პირველი რაც თავში მომივიდა ეს იყო და ბარემ აქვე ვიტყვი, მე რომ აღარ გამოგრჩეს, ეს არის პავლე მოციქულის ეპისტოლე, რომელიც მიმართავს ესე იგი მომავალ ცოლსა და ქმარს, თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი, თუ როგორ უნდა უყვარდეს ცოლს ქმარი და დასასრული ამ ესე იგი ეპისტოლესი გახლავთ შემდეგი სიტყვები. ხოლო ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა და არაფერი იქამდე რაც წაიკითხა არ ესმის ადამიანს, მხოლოდ ამ სიტყვებზე მაგაზე დიდი ამბავი არის ხოლმე ყოველთვის ატეხილი სიმართლე რო გითხრათ, რომ აი რას ნიშნავს ეშინოდეს, აი აქედან იწყება ძალადობა ქმრის ცოლის მიმართ. ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა და აი მინდოდა რომ დღეს ამ თემაზე მესაუბრა და გვაქვს ამისი საშუალება, იმედია რომ
თუ კონტექსტს არ მოусმენ, ვერაფრით ვერ გაიგე ფრაზე არის ლაპარაკი და ნამდვილად ას მეც დავეთანხმებოდი, რომ არ ვიცოდე კონტექსტი რას ამბობს. ძალიან დიდ საიდუმლოებას მოგითხრობთო, პავლე მოციქული ამბობს. ეს საიდუმლოება არის ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობაო. და ამის შესახებ ყვება, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, ესე უნდა შეუყვარდეს ქმარს თავისი ცოლი. აი ახლა მე დაუსვავ ასეთ შეკითხვას მაშინ ნებისმიერ იმ ქალბატონს, რომელსაც შეეშინდა ამ სიტყვების მოსმენისა. თუ კი ის აცნობიერებს რა გააკეთა ქრისტემ ეკლესიისთვის, როგორ თავი დადო, თავი გაწირა, ჯვარს ეცვა ეკლესიისთვის, იმიტომ რომ ეკლესია რა არის ადამიანთა კრებულია, ხო? ანუ ჩვენთვის ყველასთვის ეს გააკეთა და როგორ უფრთხილდება, როგორ ესე იგი იცავს და როგორ იფარავს აი ამ ეკლესიას. აი ესეთი ქმარი თუ ხვდებათ ნამდვილად გაცნობიერებულად შეგეშინდებათ იმისი რომ არ დაკარგოთ ესეთი ქმრის სიყვარული. გულწრფელად გეტყვით ამას, იმიტომ რომ მეც ნამდვილად ეს არ არის აუცილებელი ცოლ-ქმარ შორის იყოს, რომ აი როდესაც ვიცი ჩემზე მზრუნველი ვიღაცა ადამიანი, ჩემი კარგი მეგობარი თუნდაც, რომელიც ზრუნავს და რაღაცა თავს დამფოფინებს და ასე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მე რაღაცა შემიქმნას უკეთესი მდგომარეობა, ნამდვილად შემეშინდება იმისა, რომ არ დავკარგო ესეთი ადამიანი. ამიტომ შეიძლება ასე რომ დაწერილი იყო, რომ გეშინოდეს ასეთი მეგობრისა, თუ არიცი რა კონტექსტში არის ეს შიში გამოყენებული სიტყვა, მაშინ ვერაფრით ვერ გაიგებ ამას, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კი სულ კონტექსტი ითვალისწინებ, რაზე საუბრობს პავლე მოციქული, ნამდვილად მთელი გულწრფელობით ვამბობ, რომ ცოლს ამას ეშინოდეს ქმრისა, გამართლებულია და არა იმ კუთხით არის ეს ნათქვამი, რომ ეშინოდეს, რომ მოვა ახლა ქმარი დაბრუნდება სახლში და გაგლახავს. ამიტომ კი არ უნდა ეშინოდეს, უნდა ეშინოდეს, რომ არ დაკარგოს იმ ქმრის სიყვარული, რომელიც ასეთი მზრუნველია, რომელიც ასეთი თავდადებულია და მზად არის ნებისმიერ დროს თავი გასწიროს, ისე როგორც ქრისტემ ეკლესიისთვის. აი ამაზე არის საუბარი და ამიტომ ნუ შეეშინდებათ, ესე იგი, ამ ტექსტისა. და რითიც დავიწყებ კლავ იმით გავაგრძელებ რომ უნდა მოისმინონ ეს ყურადღებით რომ ეს კონტექსტის გასაგები იყოს. კი მესმის რომ იქ ძველი ქართულით იკითხება ცოტა ხმაურია ხოლმე ამ ქორწინებაზე იქ რაღაც ოპერატორები დარბიან ერთი ამბავია, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ რომ სულ ცოტა ორი წინადადებაც რომ შემეცნებითად გაიგოს იმ საიდუმლო ლოცვაში როგორ ლოცავს, როგორ იწყებს მღვდელი რომ იკურთხოს ვითარცა აბრაამ და სარა ვითარცა ისააკი და რებეკა და ჩამონთვლილია მთელი მამები და პატრიარქები თუ როგორ იკურთხა მათი ოჯახები ღმერთის მიერ და აი ესე ავედრებს ღმერთი ისე როგორ გამრავლდნენ, როგორ დალოცვა უნდა მოხდეს, მშობლების მიერ უნდა იყოს დალოცვილი. აი ძალიან საოცარი და ისეთი მართლაც ისეთი ამაღელვებელი ლოცვებია მინდა გითხრათ და ამ დროს ჩვენი ყურადღება რაღაც სხვა მიმართულებით არის და მე ყველას ურჩევ რომ უფრო მეტი ყურადღებით იყვნენ ჯვრისწერის ლოცვებში და არც ეს ტექსტი აღარ შეაშინებთ შემდგომში, როდესაც პავლე მოციქულის ეს ეპისტოლე იქნება წაკითხული. რაც შეეხება თვითონ საიდუმლოს არსზე მკითხეთ, თქვენ დაუცილებლად უნდა ვთქვათ, საიდუმლოებაზე ჩვენ უკვე არაერთ გზის ვისაუბრეთ ჩვენს ტელეგადაცემაში და ვთქვით, რომ საიდუმლო ეს არ არის იმიტომ, რომ ამ თანამედროვე გაგებით, რომ რაღაცა მე ვიცი და კიდე ვიღაცამ და თქვენ არ გეუბნებით, არამედ საიდუმლო იმით, რომ ამ დროს აღესრულება უხილავი მადლი გარდამოდის, რომელი მადლიც ჩვენი თვალისთვის შეიძლება მიუწვდომელი იყოს, მაგრამ ამ მადლს გრძნობენ, აცნობიერებენ ადამიანები. ამ მადლის სათხოვნელად მოსული ადამიანები, ისევე როგორც ვთქვათ, ზიარების საიდუმლოებამ შეიძლება განგაწყოს რაღაცა ლოცვისთვის, მადლიერებისთვის, რაღაცა სიხარული შემოიტანოს შენში, ნათლისღების საიდუმლოებამ კიდევ რაღაცა სხვანაირად იმოქმედოს, ასევე ჯვრისწერის საიდუმლოება დიდი სიხარულის მომტანია. დიდი რაღაცა ნუგეშის მომცემი არის ადამიანებისთვის და მართლაც ასეა, ცოლი ქმრისთვის ხდება ნუგეში, ქმარი ცოლისთვის ხდება ნუგეში და აღარ არიან ისინი ორნი, არამედ ერთნი, ერთსულად იწოდებიან ისინი ამის შემდგომ და ძალიან მკაცრად წერია, რომელი ღმერთ მან შეაღვლა კაცნი ნუ განაშორებნ, იმიტომ რომ ეს მათი ერთობა დაურღვეველი უნდა იყოს ღვთის წინაშე. ნუ რაღაცა თუ არ არის მძიმე მდგომარეობის გამო რაღაცა გამონაკლისი. აი თქვენ ამბობდით რომ რაღაცა გამონაკლისი თუ არ არის მძიმე მდგომარეობის გამო და ხშირად სამწუხაროდ დღეს ინგრევა ოჯახები, ჯვარდაწერილი ოჯახებიც მათ შორის და გვსმენია ისიც რომ მეორედ ვერ დავიწერთ ჯვარს, მაგრამ ამის პარალელურად
დღეს უკვე აქტიურად არის რა იჯვრის, აყრის ტრადიციაც დამკვიდრდა თითქოს. აი ამ დროს რა უნდა ქნას ვთქვათ ადამიანმა, რომელსაც თავის დროზე ეგონა რომ ძალიან უყვარდა, რომ მისი ბედის წერა იყო ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, რომელიც ღმერთმა გამოუგზავნა და მოხდა ისე რომ დაინგრა ოჯახი. ამ შემთხვევაში ამ ადამიანს არ აქვს უფლება რომ ხელმეორედ შეუხდეს ღმერთის წინაშე დაიწეროს ჯვარი. აი ეს რამდენად არის ეს ტრადიცია მიღებული, ვთქვათ, ეკლესიისთვის და დამკვიდრებული. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ესეთი მძიმე და სამწუხარო ამბავია, თუ კი ასეთი რამ ხდება ოჯახი რომ ინგრევა და სამწუხარო კიდევ არის იმით, რომ საპატრიარქოში სხვადასხვა განყოფილებები არსებობს და ერთ-ერთი კაბინეტი არის ქორეპისკოპოსის, სადაც მსგავსი საკითხის გადაწყვეტა ხდება. და მინდა გითხრათ, რომ ამ კაბინეტთან ყველაზე დიდი რიგი დგას საპატრიარქოში, როდესაც მიწევს მისვლა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, მინდა გითხრათ. მაგრამ აქვე უნდა ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჯვრის აყრა ასეთი რამ არ არსებობს. ანუ ჩემი პირველი ქორწინება გაუქმდეს ვინმეს ეს მოუნდა, ესეთი რამ არ არსებობს. იმიტომ რომ ის შემდგარი ფაქტია, ჯვარი დაწერილი გაქვს, ეს რომ ვინმემ გააუქმოს, ამისი უფლება არავის არ აქვს და იურიდიული კანონიც არ არსებობს ამისი რომ ეს გააუქმოს ვინმე. ეს არ არის სამოქალაქო ქორწინება, რომ ხელი ქონდა მოწერილი და ეხლა გავაწერთ ხელს, როდესაც იძახიან. არა, ის გვირგვინი, რომელიც დაედგა ადამიანს, ამ გვირგვინს უკან ვეღარავინ ვეღარ მოხსნის. იმიტომ რომ გვირგვინი დადგმული აქვს. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? როდესაც თქვათ დაშორდნენ ამა თუ იმ მიზეზის გამო ადამიანები. ამის შემდგომ რაღაცა გარკვეული პერიოდია გასული, ეკლესია უშვებს გამონაკლისს, რომ აი ორი ცოდვიდან ნაკლები აირჩიოს ადამიანმა. რა გულისხმობ ორ ცოდვაში. ერთი არის ცალსახა მრუშობა, მეორე არის ის, რომ მას მიეცეს ქორწინება და მეორედ დაქორწინების უფლება და ამ შემთხვევაში მოდის ის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას, იქ შეხვედრა ხდება და გასაუბრება ხდება და მოძღვრის რეკომენდაციები სჭირდება და რა თქმა უნდა პირველი ქორწინების დასტურით სჭირდება, რომ ესე არის, რომ ჩვენ გაშორებულები ვართ და უკან ერთმანეთს აღარასდროს აღარ დაუბრუნდებით და რა თქმა უნდა ეს არ შეიძლება იყოს ერთ თვეში და სამ თვეში მომხდარი ამბავი, ამას გარკვეული პერიოდი უნდა კონდეს რაღაცათან გავლილი და ამის შემდგომ ეკლესიამ შეიძლება ვამბობ, არ არის აუცილებელი რომ ყოველთვის დასტური მისცეს. შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რომ კი, თქვენ გეძლებათ კურთხევა მეორედ ქორწინებისა, თუმცა კი იმიტომ კი არა, რომ ეკლესია მიესალმება ამას, იმიტომ რომ დაიცვას ადამიანი უფრო მძიმე ცოდვისაგან. ერთადერთი მიზეზი ეს არის, თორე ის რომ ვინმე პირველ ქორწინებას გააუქმებს, ეს ზღაპარი არავინ არ დაიჯეროს. ეს რაღაცა ხალხში მომხდარი თქმულება, რომელიც აიტაცეს და შეიძლება ამის შესახებ ლაპარაკობენ. სინამდვილეში ეს არ შეეფერება სიმართლეს, ამიტომ აქ საუბარია მეორე ქორწინების კურთხევაზე და ისიც ძალიან დიდი ფიქრის გამოცდილებისა და რაღაცა ეკლესია ამას ფაქტიურად თავის თავზე იღებს. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ეკლესიებში ისეთი რამ გააუბრალოეს ბევრი რაღაცა მათ შორის დოგმატურ საკითხებთან მიმართებაშიც კი იქ მაგალითად საერთოდ დაუშვებელია მეორე ქორწინებები. აი ეს საკითხი ძალიან მკაცრად დაიცვეს. ერთსქესიანთა ქორწინება. ამ დროს შეიძლება ერთსქესიანთა ქორწინება კონდეს დაკანონებული, მაგრამ მეორე ჯვრის წერის, ესე იგი, აი ესეთი რამ არ არსებობს მათთვის. აი რას მაგონებს იცის მამა კახაბერს, რო ამბობთ, რომ საიდუმლოება აღესრულება სულიწმიდის მადლით, ხო? აი მეორედ რომ მომდეს ადამიანს ნათლობა, ვთქვათ. ხო, ძალიან დიდი ცოდვა არის. მეორედ ნათლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ მეორე ჯვრის წერის ეს შესრულება ხომ გეუბნებით, ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, ეს ხო კიდევ ერთხელ უნდა გავემეორო, რომ ეკლესია მოსწონს და მიესალმება ამ საკითხს, ესე არ დგას. ქრივობის შემთხვევაში სხვა არის. ნუ ეს იკითხება კიდე სანამ სიკვდილი არ გაანგაშორებთ. ხო, თუ ქრივია ადამიანი ერთი წლის შემდგომ თავისუფალია ესე ითვლება და ერთი წლის შემდგომ შეიძლება მიეცეს უფლება თქვათ კვლავ ქორწინებისა, მაგრამ როდესაც ცოცხალია მისი ცოლი ან ქმარი, უნდა იყოს რაღაცა საფუძვლიანი მიზეზი, რომ ესე იგი მე ახლა გუშინ მეგონა მიყვარდა და უკვე აღარ მყარები, ეს არ არის მიზეზი. ამ მიზეზის გამო ეკლესია ვერ მოგცემს მეორედ ქორწინებას. თქვათ თუ არის რომ მეორედ არ დაიწერა ითვლება ეს ურთიერთობა სხვა ახალი ურთიერთობა მრუშობად? რა თქმა უნდა.
ანუ ცოდვათ ითვლება. რა თქმა უნდა, ცოდვათ ითვლება. რომ ამასთან დაკავშირებითაც არის ხოლმე მსჯელობა, რომ ეხლა მიყვარს ეს ადამიანი ნამდვილად და რატომ არის ბრუშობა. მესმის, მაგრამ თუ კი მას აწუხებს ეს ინდისი, რომ ესე იგი ქორწინებაშია სხვასთან და ცხოვრობს სხვასთან, სჯობს რომ აი მოაგვაროს ეკლესიაში ეს საკითხი, რაღაცნაირად გადაწყვეტილება მიიღოს ან მეორედ ქორწინების შესახებ, ან მოძღვარი მისცემს, იმიტომ რომ ყველა შემთხვევა რაღაცა ჩვენ ვერ განვაზოგადებთ და ვერ ვიტყვით ეხლა რომ აი გინდა თუ არა ეს ამბავი ესე არის, იმიტომ რომ შეიძლება ერთ კონკრეტულ შემთხვევას სხვა წამალი შველოდეს და მეორე კონკრეტულ შემთხვევას რაღაცა სხვა. ამიტომაც უნდა აუცილებლად მოძღვართან მივიდეს, მოძღვართან მოყვეს მან თავისი გასაჭირის შესახებ და იქ მიიღოს რჩევები თუ რა უნდა გააკეთოს მან მომავალ ცხოვრებაში, იმიტომ რომ არის ხანდახან მდგომარეობა, სადაც შეიძლება პირიქით რეკომენდაცია მისცე მღვდელმთავრის წინაშე, რომ მას მიეცეს მეორედ ქორწინების უფლება. შეიძლება პირიქით ურჩიო, რომ არა ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ ღირს ამის გაკეთება. ამიტომ აი ვერ განვაზოგადებთ ამას, ეს ძალიან კონკრეტულია, რაღაც ისეთი პიროვნულია და აი ასეთი შეკითვაც მინდა აუცილებლად რომ დაგისვათ, რომ ამბობენ, რომ ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი აუცილებლად თქვათ გარდაცვალების შემდეგაც იქაც ერთად არიანო. ну გულისხმობ მე უკეთესი მოლოდინის იმედით საზუფეველოში რომ ერთად არიან. ეს რამდენად მართალია თუ ესეც უბრალოდ რაც მოარული ხმებია რომ სიყვარული არ მთავრდება. ერთი რამ ვიცით სახარებიდან რომ ცათა სასუფეველში არ ქორწინდებიან და არ თხოვდებიან. ამას მაცხოვარი ბრძანებს თვითონ სახარებაში, როდესაც კითხვას უსვავენ თუ ვისი ცოლი იქნება, ვთქვათ რომ აი ქორწინებაზე აი ბრაულ ტრადიციის მიხედვით, როდესაც ეკითხებიან, რომ თუ გარდაიცვალა მისი ქმარი და შემდგომ ის სხვას გაყვა. ამის შესახებ ნამდვილად ვიცით, მაგრამ ამავდროულად ისიც ვიცით, რომ ადამიანს მეხსიერება უნარჩუნდება. ესეც ვიცით გამომდინარე იქედან, რომ მაგალითად კუტრეთით აღდგომილ ლაზარეს კითხვა არ გასჩენია თქვენ ვინ ახართო, იმიტომ რომ ყველა ახსოვდა ვინ იყო. შესაბამისად გარდაცვალების შემდგომ ადამიანები ერთმანეთს იცნობენ ბუნებრივია, იმიტომ რომ მათ ეს მეხსიერება შერჩენილი ექნებათ და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ცოლი თავის ქმარს იცნობს და ქმარი თავის ცოლს. თუმცა კი ეს არ იქნება ის კავშირი, როგორიც სამქვეყნიური კავშირია და სხვა დანარჩენი ჩვენთვის ჯერჯერობით დაფარულია თუ როგორ და არავინ არ დაუბრუნებულვართ რომ მოუყვეთ ეს ამბები. დიახ, ხო, როგორი იქნება ეს კავშირი ამის შესახებ ჩვენთვის დაფარულია. მამაკახაბერ, მოდით ვნახოთ ათეისტის შეკითხვაც, რა შეკითხვა დაგვეტყვა და დაუბრუნდეთ. ვნახოთ ათეისტის შეკითხვა. და აი ვნახეთ ჩვენ ათეისტის შეკითხვა, რომელიც ამგვარად ჟღერს. ჯვრის წერა ეს არის ადამიანებისგან გამოგონილი რაღაცა ფარსი, ასე ვთქვათ, რომელიც ხვდავს ადამიანის უფლება შეუყვარდეს იმდეჯერ, რამდენჯერაც სურს. აი ამას რას ვეთქვათ? იცით, შეუყვარდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც სურს, ეს რაღაცა ადამიანურ გრძნობებს ცდება, იმიტომ რომ ადამიანის ერთ-ერთი ღირსეული თვისება გახლავთ ერთგულება. ერთგულება თუ არ გააჩნია ადამიანს, სად არის მაშინ მისი ღირსება? როგორ ვიტყვით ჩვენ არაერთგულ ადამიანს, აი როგორ შეიძლება იმეგობრო ადამიანთან თუ მას ერთგულება არ შეუძლია? როგორ შეიძლება აი რაღაცნაირად დაეყრდნო ისეთ ადამიანს, რომელმაც ერთგულება არ იცის? როგორ შეიძლება თქვა, რომ მე ამ კაცს ჩავაბარებ ახლა დიდ საქმეებს, მაგრამ ერთგულება არ შეუძლია ადამიანს? შეიძლება ასეთი რამ ვთქვათ? აქედან გამომდინარე, წარმოვიდგინეთ, ესე იგი, როდესაც დღეს ეს უყვარს და ხვალის შეუყვარდა, ესე იგი, მას ერთგულება არ შეუძლია თავისი ცოლისა. და თუ ამაში, თუ მცირედში არ ახარო სარწმუნო, დიდში როგორ იქნები სარწმუნო, სახარების სიტყვები გვეუბნება. იმიტომ რომ მცირედში სარწმუნო, დიდში სარწმუნოა. და აი ამ პატარა თითქოს და ამ პიროვნებისთვის უმნიშვნელო ამბავში ახლა რომ შეიძლება რომ ზღუდავს ჯვრისწერა რომ მე დღეს ეს მიყვარს და ხვალ ეს მიყვარს. ამ მცირედშიც თუ არ ახარ სარწმუნო და ერთგულება არ შეგიძლია, როგორ შეიძლება დავეყრდნო მე შენს მეგობრობაში, ან როგორ შეიძლება დავეყრდნო რაღაცა საქმე რომ მოგცე, თქვათ, თანამდებობაზეც რომ მინდოდეს შენი დანიშვნა, ვერც იქა ვერ იქნები დასაყრდენი ადამიანი, იმიტომ რომ აქ საკუთარი მეუღლის, რომელიც გუშინ გიყვარდა,
იმისი ერთგულება არ შეგიძლია და გადაგიყვარდა თურმე მეორე დღეს და როგორ შეძლებ შენ ან ჩემს სიყვარულს, ან იმ საქმის სიყვარულს, რომელიც მე უნდა მოგანდო, ან სამშობლოს სიყვარულს, ან ეკლესიისას. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან ფაქიზი საკითხია, ნუ მიუდგები, ვის რაზეც ადამიანი ფიქრობს, რომ რაც მომინდება და როგორც მომინდება, ეს არის თავისუფლება, ასე მაპატიეთ, მაგრამ მხოლოდ ცხოველები ფიქრობენ. და ადამიანი ცხოველს არ უნდა დაემსგავსოს. და მე უფრო მკაცრადაც ვიტყვი ამ საკითხს რა. ადამიანი, რომელიც ცხოველს ემსგავსება, მას ლომს და ვეფხვს არ ადარებენ. ძალიან ისეთ ცხოველს ადარებენ, რომელსაც არ გავიმეორებ ახლა ტელეეთერში, რომელიც ძალიან შეურაცხყოფელი ადამიანისთვის. ახლა ლომი და ვეფხვით რაღაცა შეიძლება ხო და ის შეურაცხყოფელი სიტყვა, რომ ადამიანი ამ ცხოველში ნებისმიერ ცხოველს რო შეადარო, მინდა გითხრათ, მაინც შეურაცხყოფელია, იმიტომ რომ ის ხატადამსგავსად ღვთისა არის შექმნილი, არა ცხოველის ხატადამსგავსად. აქედან გამომდინარე, მაგრამ როდესაც აქედან გამომდინარე ვამბობ იმას, რომ არ შეიძლება სხვა ცხოველსაც რომ შედარდეს, მაგრამ ამ დაცემულობაში მყოფი, არაერთგული ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად ესე ან გახრწნის თავის თავს, ადარებენ მას რაღაცა ცხოველს. კი. ხო და ეს ძალიან ცუდია, ამიტომაც უნდა ვიყოთ ერთგულები ჩვენი სიყვარულისა, ჩვენი ეკლესიისა, ქვეყნისა, ერთმანეთისა, მეგობრობისა, მშობლებისა და რა ვიცი, ერთგულება არის ღირსეული თვისება, რომელსაც უნდა ვატარებდეთ გულში. და თუ ეს ადამიანი რა კითხვასაც გვისვამს, ასე ვიცხოვრებთ, სადღა იქნება ჩვენი ერთგულება? ესე იგი ერთგულება არის ის თვისება, რომელზეც უნდა დაშენდეს ყველანაირი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ოჯახზე ვსაუბრობდით ჩვენ, სიყვარული, ერთგულება, ამაზე უნდა დაშენდეს აუცილებლად და კიდევ ერთ წინადადებას ვიტყვი, რაზე უნდა დაშენდეს ქორწინება. ეს არის კიდევ ურთიერთდათმობა. თუ ეს არ ისწავლა ცოლმა და ქმარმა, ძალიან გაუჭირდებათ ცხოვრება. უნდა შეეძლოთ ურთიერთდათმობა, მართალიც რომ იყო, შენდობა ითხოვე და აი ნახავის მეორე დღეს თვითონ მოვა და თვითონ გთხოვს შენდობა. თავიდან ძნელია ხოლმე, მაგრამ მე ნელ-ნელა. ხო ის იმიტომ რომ იქ რაღაცა თითქოს დამტკიცება ხდება იმისა, რომ მე ახლა დიდი ვარ და შენ პატარა და ეს მეორე ამბობს, რომ არა ასე ჯობია. მოსმენა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისა პირველ რიგში და ურთიერთდათმობა უნდა ვისწავლოთ, რომლითაც შესაძლებელი იქნება ხანგრძლივი და ბედნიერი ოჯახის ყოლა და ყოფნა. ძალიან დიდი მადლობა მამაკაცებო, ვფიქრობ, რომ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა საკმაოდ აქტუალურ თემაზე, რაც ახალგაზრდებს ატარდებთ და აწუხებთ. მადლობა ღმერთს დღევანდელი გადაცემისთვის. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე შემდეგ 4 შაბათამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.